გამარჯობა, როგორც ხედავთ, სხვანაირად გადავაწყე ოთახი. გავითვალისწინე ვეცადე, გამეთვალისწინებინა თქვენი რჩევები კომენტარებში და მადლობა ყველას, ვინც აქტიურად და კომენტარებით ამიტოვეთ, ვინც გამოიწერეთ, ერთი ვიდეო დავდეთ და უკვე 1000 გამომწერს აუწდით. ამისთვის მართლა ყველას გიხდით გულით მადლობას. მიკროფონი მაქვს შენიშნავდით. მიკროფონი სხვათა შორის წინა ვიდეოს დროსაც მქონდა, უბრალოდ გაკეთება დამოვიწყდა, ეხლა უფრო მომზადებული ვარ და გადავწყვიტე ამ ვიდეოში გესაუბროთ 2026 წელს რა გველოდება უშუალოდ ქართველებს MMA-ში. ტოპ ორგანიზაციებზე გავაკეთებ, რა თქმა უნდა, აქცენტს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მებრძოლი იბრძვის და ყველაზე რო ვიდეო ჩავწერო, გამოვა რამდენიმე საათიანი და ამოვარჩია UFC-ს, One Championship-ის და Brave-ის მებრძოლები. მოკლედ დავიწყოთ UFC-თ და პირველი მებრძოლია მერაბ დვალიშვილი, ვიზეც მინდა რომ გელაპარაკოთ. მერაბ დვალიშვილმა როგორც იცით, ქამარი დაკარგა პიოტრ იანთან და მათ შორის გახდა 1-1 უკვე ანგარიში. თუმცა თუ პირველში მერაბ დვალიშვილმა გადაუარა იანს, მეორეში ქონდა მერაბს თავისი მომენტებიც, თუმცა ნამდვილად წააგო ის ბრძოლა და ორი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. იანმა გაიკეთა ოპერაცია და სავარაუდო თარიღი ბრძოლის არის ივლისი-აგვისტო. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა შედგება პიოტრ იანი, მერაბ დვალიშვილი, 3 ტრილოგიის დასასრული, სადაც გადაწყდება უძლიერესის ვინაობა. მანამდე სხვათა შორის მერაბს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩაატაროს საჭიდაობის მატჩი ჰენრი სეხუდოსთან RAF-ში. ბუნებრივია ამასაც ჩვენ ვნახავთ რა შეუძლია ოლიმპიურ ჩემპიონთან უშუალოდ ჭიდაობაში მერაბ დვალიშვილს MMA-ში რომ გადაუარა ჰენრის, ეს ნახეთ. მე ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილი დაიბრუნებს ქამარს და უბრალოდ ერთი რჩევა მაქვს მერაბთან, რომ მერაბ ძალიან გთხოვ, იქნებ დაისვენო. დაისვენე, აღარ არის საჭირო, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ ბრძოლას ატარებდე. მერაბიც უკვე ნელ-ნელა ასაკში შედის და ჯობია რომ უფრო ჭკვიანურად დაგეგმოს თავისი კარიერა. ილია თოფურიაზე გადავიდეთ, ადამიანზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერ ვარსკვლავი ამ მომენტისთვის UFC-ში. ორი აზრი არ არსებობს ილიას დიდი ვარსკვლავი ორგანიზაციას. საკამათოა საერთოდ თუ ვინმე ჰყავს, მაგრამ პერეირასთან ერთად და მახაჩევთან ერთად სამეულში ნამდვილად არის ილია და ილიას ბრძოლა აქვს ჩანიშნული ჯასტინ გეიჯისთან, დროებით ჩემპიონთან. ეს ბრძოლა ჩატარდება თეთრ სახლში ივნისში. წარმოიდგინეთ, ჯერ სფეროს თავარი ბრძოლა იყო მერაბ დვალიშვილი, ივენთი რომელიც ერთხელ ჩატარდებოდა და მეტჯერ არასდროს და იქაც ქართველი იყო მთავარი მებრძოლი და აქაც ილია თოფურიაა მთავარი მებრძოლი თეთრ სახლში გასამართ ივენთზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ფიქრობ ილია დაიცავს ქამარს და არავითარი რჩევა არ მაქვს ილია თოფურიასთან. ილია თოფურია არის ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს, შესაბამისად ყველაფერი კარგადაა ამ შემთხვევაშიც. რომან დოლიძე არის მებრძოლი, რომელსაც აშკარად კარიერაში დაღმასვლა აქვს. ასაკი წამოეწია რომანს და ის რაღაცეები, ის პატარა პრობლემები, რაც რომანს ჰქონდა, ახლა უფრო და უფრო მეტად ჩანს ასაკში. რომანისთვის ვისურვებდი არა ისეთ მშიერ კონტენდერს, როგორცაც მიჩვეულია რომ ხდება ხოლმე, არამედ უკვე მებრძოლს, რომელიც მისთვის იქნება ხელსაყრელი. აღარ არის რომანი იმ ფორმაში, 38 წლის არის თითქმის რომანი, მალე გახდება 38 წლის. აღარ არის რომანი ის მებრძოლი, რომელიც იბრძვის ჩემპიონობისთვის, ეს მოდი ვაღიაროთ გულწრფელად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომან დოლიძე არ არის კარგი მებრძოლი. ხო და როგორც კარგ მებრძოლს ჩვევიათ, მას აუცილებლად ექნება მომავალშიც შესაფერისი ბრძოლები, მაგრამ არა საჩემპიონო ბრძოლები, იმიტომ რომ ეხლა როგორც იცით, ენტონი ერნანდეს შეხვდა და ენტონი ერნანდესი ერთ-ერთი ტოპ კონტენდერია და თუ დამიჯერებთ, კრისტიან ლიროი დანკანიც სულ მალე გახდება ერთ-ერთი გამორჩეული კონტენდერი, შეიძლება ტოპ 5 ვერ გახდეს ესე უცებ, მაგრამ ახლოს იტრიალებს საკმაოდ. აღარ არის საჭირო ესეთი ბიჭები, გადაერთოს რომანი უბრალოდ ორთაბრძოლებზე, მისთვის შედარებით კომფორტულ მეტოქეებზე და მისი კარიერა რა ეტაპზეც არის, აი ამ ყველაფერთან შესაფერის მეტოქეებზე. მე ვისურვებდი ამას და მგონია რომ ამ შემთხვევაში რომან დოლიძე გააგრძელებს ისევ გამარჯვებების მოპოვებას. პრინციპში იგივე შემეძლია თქვა გიგა ჭიკაძეზეც, გიგას საუკეთესო წლებიც ისევე როგორც რომანის ნამდვილად უკან არის, გიგას ასე ვთქვათ პიქს და რომანის პიქს მომავალში
აღარ ველოდებით და კევინ ვალეხოს რომ ხდება გიგა ჭიკაძე თავის ბოლო ბრძოლაში კარიერის ამ ეტაპზე ცოტა შეიძლება ითქვას რომ უსამართლობაც არის ჩვენი გადმოსახედიდან თორე სხვა მხრივ ეხა ეს ესეთი სპორტია პირველად არ ხდება რომ ოდესღაც ვარსკვლავ ვეტერანს ახვედრებენ მომავალში ვარსკვლავობას რომ უწინასწარმეტყველებენ ისეთ პროსპექტს უბრალოდ გიგასთვისაც ძალიან საჭიროა ახლა არა ისევ რაღაც ტოპ მეტოქე არამედ მისთვის კომფორტული კარიერულად დაახლოებით იგივე ადგილას მყოფი მებრძოლი, სადაც გიგა იმედი ასეთ ბრძოლას მიიღებს ჭიკაძე და შემდეგ უკვე გვაჩვენებს მას თუ კიდევ რამდენი შეუძლია, რამდენი დარჩენია გიგას ავსში. ყველაზე საინტერესო მებრძოლი ამ მომენტისთვის UFC-ში ბოლოსკენ მოვიტოვე, საუბარია რა თქმა უნდა ალექსანდრე თოფურიაზე. ყველაზე საინტერესოს იმიტომ ვამბობ, რომ ალექსანდრე თოფურიას პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ გვინახავს, კი არა, ნახევარიც არ გვინახავს, ჩემი აზრით. ძალიან ბევრი რამ აქვს ალექსანდრე თოფურიას საჩვენებელი ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ რომ წელს მიეცემა საშუალება რომ გვაჩვენოს ამას ასე და ამ ფორმით იმიტომ ვამბობ რომ ალექსანდრე თოფურიას უკვე დროა მისცენ ან ტოპ 15-დან მეტოქე ან ვინმე ისეთი ვინც ტოპ 15-ში ან ნამყოფია ან მასაც პრეტენზია აქვს ტოპ 15-ში ყოფნასთან დაკავშირებით ასეთ მეტოქესთან ვფიქრობ ალექსანდრე თოფურიას გვაჩვენებს თავის საუკეთესო შესაძლებლობებს როგორც ფეხზე ისე მიწაზე მე მინდოდა რომ ტოპ 15-დან მიეცათ ვინმე ვეტერანი თუ ვალეხოს საძრევენ ჭიკაძეს რატო არ უნდა მოგცენ ჩვენ რობ ფონტი მაგალითად ალექსანდრე თოფურიაზე, მაგრამ შეიძლება ის ასე არ მოხდეს. ის რომ ის ილიას ძმა ბევრ რამეში ეხმარება. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს და მიჩვეულები ვართ რომ ნურმაგომედოვების გვარს ეხმარებიან და ნელ-ნელა თოფურიაც ასეთ გვარად ჩამოყალიბდება. ყოველ შემთხვევაში ამ ეს ორი ძმა ასე იქნება. უფრო დიასები შეიძლება კარგი შედარება იყოს ნურმაგომედოვებზე, ისინი უფრო ბევრნი არიან. ხო, დიასებივით იქნებიან და კარგი ბრძოლების დეფიციტი მათ ნამდვილად არ ექნებათ. ვფიქრობ საუკეთესო შემთხვევაში ალექსანდრე თოფურიამ წელს ორი ბრძოლა რომ ჩაატაროს, ეს ძალიან კარგი იქნება მისი უშუალოდ მომავლისთვის, რადგან შეიძლება დიდი არ არის ალექსანდრე, მაგრამ აღარც პატარა 30 წლის არის ალექსანდრე და კარგი იქნება თუ წლის ბოლოს ტოპ 15-ში ან საუკეთესო შემთხვევაში ტოპ 10-ში შეხვდება. მისი შესაძლებლობები ვფიქრობ არანაკლებია ილიაზე. ოღონდ უნარებს გულისხმობ, ხა ორი წონის ჩემპიონობას ესე ვერავის ვერ უწინასწარმეტყველებ. ვფიქრობ ალექსანდრესაც აქვს საჩემპიონო შანსები. ყოველ შემთხვევაში მისი MMA არის ელიტარული და საჩემპიონო დონის და მინდა რომ ეს ყველაფერი მალე ვნახო. მეც მინდა და დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან გინდათ. ისე ვერ მოვჩები UFC-ზე ლაპარაკს, რომ არ ვისაუბრო იმ მებრძოლებზე, ვინც ახლოს არიან UFC-ს კონტრაქტთან. განსხვავებულს უბრალოდ ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს აქამდეც მithქვამს და პრინციპში იგივე სახელების გამეორება მიწევს ახლაც. ოთარი თანზილოვი, ამირან გოგოლაძე და ლევან ჩოხელი. ეს სამი ადამიანია, რომელიც თეორიულად შეიძლება წელს უკვე ვიხილოთ UFC-ში. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ტანზილოვი განსაკუთრებით ახლოს არის ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ მას ერთხელ უკვე შესთავაზეს ბრძოლა, უბრალოდ ოპერაცია გაიქონდა გაკეთებული და ფიზიკურად ვერ დათანხმდებოდა, ვერ შეძლებდა. ბრძოლას აქედან გამომდინარე მოუწია უარის თქმა. ამირან გოგოლაძე ეხლა 11 აპრილს იბრძვის ოქტაგონ MMA-ში იონ სურდოს წინააღმდეგ და სურდოს თუ დაამარცხებს, რისი შანსიც ჩემი აზრით ძალიან დიდია. ან ოქტაგონის საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს ან არა და UFC-ს კონტრაქტს. ხო, 5 წელია ვლაპარაკობთ მოკლედ ამირან გოგოლაძეზე და დრო არის ალბათ რომ ამირან გოგოლაძემ ამ 5 წლის თავზე უკვე დაიწყოს იმის კეთება, რასაც მისგან ველით მისი გულშემატკივრები და ვფიქრობ 2026 წელი ამისთვის წინვალე დროა. და გადავიდეთ უკვე One-ზეც. One Championships ყავს კიდევ ერთი ქართველი რუსლან ბოლქვაძე. მე მჯერა რომ რუსლან ბოლქვაძეს შეუძლია One Championship-ში საკმაოდ კარგი კარიერა რომ გაიკეთოს. რამდენი ხანი გაჩერდება და რამდენ ბრძოლას ჩაატარებს სიმართლე რომ გითხრათ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ რუსლან ბოლქვაძეს ისეთი სტილი აქვს, რომ ბევრის გამწარება შეუძლია ამ თავისი ჭიდაობით და წნეხით. ამიტომ წარმატებებს უსურვებ რუსლანს. ელენე ლოლაძე ასევე One-ში ჰქონდა ერთი ბრძოლა მოიგო და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი კიდევ ერთხელ და საერთოდ ელენესთვის ვფიქრობ One Championship-ი საუკეთესო ვარიანტია. ტაიგერ მუაი-ტაიში ვარჯიშობს და ეს გაუმარტივებდა მოკლედ ელენეს იქვე ბრძოლების აღება და ელენე რო ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია ჩვენი მარტო გოგოებს არ გულისხმობ. ზოგადად ელენე ლოლაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ტალანტი და მას თუ მიეცემა თავისი ასე ვთქვათ MMA-ის გამოთვლის საშუალება One Championship-ში, მეტი რა უნდა უსურვოთ. ბრეივშია კიდევ
რაულ თუთარაული, რომელსაც დროებითი კამარი აქვს და რამდენადაც ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, ჯერჯერობით ჩემპიონთან ბრძოლა ვერ ენიშნება, მაგრამ დროებითი ჩემპიონია და იმედია ამ ვითარებასაც რაღაცა გაგრძელება ექნება და იმედია რაულს მიეცემა საშუალება, რომ არადროებითი კამარი, არამედ უკვე ჩემპიონის კამარიც მოიპოვოს და შეხვდეს ჩემპიონს. ბიძინა გავაშელიშვილი ყავს ასევე ერთ-ერთი ტოპ ტალანტი ბრეივში და მასაც ვფიქრობ, რომ შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ დიხმაური და ბექაღვინიაშვილი, ადამიანი, რომელიც ძალიან ცნობილი ჯუდოკა იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და მიიღო ეს გადაწყვეტილება, გადმოვიდა MMA-ში, ერთი ბრძოლა ჩაატარა, მოიგო პირველივე რაუნდში და მის კარიერასაც 2026 წელს ბუნებრივია უნდა ყურადღებით დავაკვირდეთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თუ ეს შესაძლებელია, რომ ბექაღვინიაშვილი რკენაშიც ვიხილო და ბოლოს მივადექით ისევ რკენას, სადაც თავი მოიყარეს ქართველ ტალანტებმა, ლორდ კიფანიძე, აბრამიშვილი, შაინიძე, ფოლადიშვილი და სია ძალიან გრძელია და ძალიან მიხარია, რომ ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, უკვე ეს სია ძალიან კარგად იცით, ორივე რკენა ალბათ უმეტესობა თქვენგანმა ნახა. რკენა არის ორგანიზაცია, სადაც ნიჭიერი ქართველი მებრძოლები საკუთარ უნარებს აუმჯობესებენ და რკენას მთელი მიზანი არის იმაში, რომ ლოკალურ დონეზე შეიქმნას მაღალი დონის ორგანიზაცია, რომელიც მოამზადებს ტოპ ტალანტებს სამომავლოდ უკვე სოფლიოში რომ ასახელონ საქართველო და ასახელონ რა თქმა უნდა რკენაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სულ მალე რკენას მებრძოლებს ვიხილავთ ტოპ ორგანიზაციებში და რატომაც არა შეიძლება UFC-შიც, მით უმეტეს რომ UFC-ს ყოფილ მებრძოლებს, ახალგაზრდებს თუ შედარებით ასაკიანებს რკენას ბიჭები უკვე ამარცხებენ და ეს რკენა ორზე ვნახეთ. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო, მინდა რომ შეაფასოთ ეს სეტაპი განსხვავებულია ცოტა პირველისგან და გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ და მომავალში დამიწეროთ რა ტიპის კონტენტს ისურვებდით რომ YouTube-ზე შემოგთავაზოთ.